ახალი წელიწადი კალენდრიდან კი არა, ჩვენი გონებიდან იწყება. როგორ დავგეგმოთ ახალი წელი ისე, რომ ის მართლაც ახალი წელიწადი იყოს? რატომ ვერ ვასრულებთ სახელმწიფო დაპირებებს და როგორ დავსახოთ მიზნები ისე, რომ ისინი რეალობად იქცეს? რა განსხვავება უბრალოდ სურვილსა და ტრანსფორმაციულ გეგმას შორის? ეს ეპიზოდი შენთვისაა. თუ შენ გსურს, რომ 2026 გააზრებულ წელიწადად აქციო. მე ნინო მაღიდანი ვარ და ეს ჩემი პოდკასტია ნომერი 5. დღეს მინდა გესაუბრო ახალ წელზე. არა როგორც თარიღზე, არამედ ათვლის წერტილზე, საიდანაც ცვლილებები იწყება. თუ ოდესმე დაგიწერია სახელმწიფო დაპირებები და მჯერა რომ დაგიწერია და წლის ბოლოს გქონია განცდა რომ ისევ ვერ შეძელი, მაშინ ეს ეპიზოდი შენთვისაა. რატომ ვერ ვასრულებთ ზოგადად სახელმწიფო დაპირებებს? თუ გულწრფელები ვიქნებით და ვაღიარებთ რომ ჩვენ უბრალოდ არასწორ ადამიანს ვაძლევთ დაპირებებს. ძალიან ხშირად დაპირებას ვაძლევთ ჩვენს იდეალურ ვერსიას. იმ ადამიანს, რომელსაც მეტი ენერგია აქვს, მეტი დრო და მეტი мотиваცია. მაგრამ ყოველდღე ცხოვრობს რეალური მე. ხანდახან დაღლილი, გადატვირთული და ხანდახან დაბნეულიც კი. შესაძლოა სევდიანიც. კიდევ ერთი მიზეზი და რის გამოც ხშირად მოდის შიშებიდან არის ან მიზეზი მოდის შიშებიდან ან სოციალური ქსელებიდან. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსკროლავთ და ვათვალიერებთ სოციალურ ქსელებს, ხშირად გვიჩნდება, შეგრძნება რომ ჩვენ სადღაც დავაგვიანეთ, ჩვენ რაღაც არ გამოგვივიდა, ან უკვე ძალიან გვიანია რომ ეს გავაკეთო, ან განვახორციელო. სწორედ ამის გამო ხანდახან ჩვენ აღარ ვასრულებთ ჩვენს მიზნებს. იმისათვის, რომ ახალ წელიწადს აღარ გადაგყვეს ის შეუსრულებელი მიზნები, საჭიროა გააკეთო პატარა პრაქტიკა. ჩამოწერე ყველა დაპირება, რაც კი მიგიცია საკუთარი თავისთვის ან ვინმესთვის. მნიშვნელობა არ აქვს ვის მიეციეს დაპირება. და შემდეგ თვალი გადაავლე და აღნიშნე აქედან რომელია ამოიცანი თავს მოხვეული სოციუმისგან, სოციქსელებისგან, მშობლებისგან, მეგობრისგან და ასე შემდეგ და შესაბამისად გადახაზეთ ის სურვილი და მიზანი. შეგიძლიათ ამ ქმედებით გააუქმოთ ან დააპაუზოთ დროებით და მიაწეროთ, რომ ამას მიუბრუნდებით დაუშვათ რამოდენიმე თვეში და დააკონკრეტეთ რამდენ ხანში. ეს რას მოგცემს? ეს მოგცემს იმას, რომ გონებაში ადგილს აღარ დაიკავებს ეს აუსრულებელი დაპირებები და მიზნები და სურვილები და გამოანთავისუფლებს ადგილს ახალი სურვილებისთვის. რა განსხვავება უბრალოდ სურვილსა და რეალურ ტრანსფორმაციულ გეგმას შორის? სურვილი ზოგადად ძალიან პასიურია და ხშირად მოითხოვს мотиваციას. ხოლო გეგმა არის ის, რაზეც ჩვენ პასუხისგებლობას ვიღებთ, ანუ თვითონ გეგმა არის პასუხისგებლიანი და მუშაობს მაშინაც, როცა мотивაცია არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, რომ ხშირად არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ мотивაციაზე, რადგან ამითი შორს ვერ წავალთ, მხოლოდ мотивაციით. ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ გეგმაზე და განვახორციელოთ მცირე ნაბიჯების პრინციპით. რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს, რომ არ დავგეგმოთ რაღაცა დიდი და გრანდიოზული და პატარ-პატარა ნაბიჯებით მივუახლოვდეთ ჩვენს მიზანს. ახლა კი დროა ჩამოწეროთ სურვილები, ზოგადად, რაც გინდათ, რომ 2026-ში იყოს თქვენ ცხოვრებაში. მაგალითად, აი ასეთი ფორმულირება, რომ მეტი ფული მინდა ვიშოვო დაუშვათ 2026-ში არ მუშაობს და შეცვალეთ კვირაში ერთხელ გადავდგამ ერთ კონკრეტულ ნაბიჯს შემოსავლის გასაზრდელად, ან კვირაში ერთხელ ვასრულებ რაიმე პრაქტიკას ჩემი ფინანსების გასაზრდელად. პრაქტიკაში რა იგულისხმება? ეს შესაძლოა იყოს ვიდეოს ყურება, წიგნის წაკითხვა, გარემოცვის გამოცვლა და მოხვედრა იმ ადამიანებში, ვინც ერკვევიან ჩვენზე უკეთესად ფინანსებში, ვიდეოს ყურება, პოდკასტის ყურება, ნებისმიერი ქმედება, რაც აგვიწევს განათლებას ფინანსებში. ასევე არ მუშაობს ბედნიერი მინდა ვიყო. ანუ ბედნიერი მინდა ვიყო ძალიან ზოგადი ფრაზაა და მოითხოვს კონკრეტიკას, ანუ ყოველ დღე 10 წუთს დავუთმობ იმას, რაც მსიამოვნებს და მაბედნიერებს. იმისათვის, რომ ეს ადვილად განახორციელოთ, წინასწარ ჩამოწერეთ სია, რა გსიამოვნებთ და რა გაბედნიერებთ. იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან წვრილმან დეტალებშია ჩვენი სიამოვნებაც და ბედნიერებაც. შეიძლება აივანზე დალეული საყვარელ მუსიკასთან ერთად ფინჯანი ყავა იყოს ძალიან დიდი სიამოვნების და ბედნიერების მომტანი, ან სეირნობა მეგობართან, soulmate-თან და ამიტომ წინასწარ შეადგინეთ ეს სია. ასევე ხშირად ცდილობენ ხოლმე წონაში დაკლებას აი ამ ფრაზით, რომ მე შემდეგ წელიწადს წონაში დავიკლებ და დაუშვათ ამბობენ რაღაცა ელზომიდან გავხდები ემი ან ასე შემდეგ. უმჯობესია შევცვალოთ შემდეგი ფრაზით, რომ კვირაში 3 ჯერ 30 წუთით ვიზრუნებ, უფრო მეტს ვიზრუნებ ჩემს სხეულზე, ჩემს ჯანმრთელობაზე. ანუ ამაში ახლა თქვენ უნდა თუ აქამდე არაფერს აკეთებდით, სჯობს რომ დაიწყოთ თუნდაც 15 წუთით ან 10 წუთით და შემდეგ გაზარდოთ ეს დრო. რა შეიძლება იგულისხმებოდეს საკუთარ სხეულზე ზრუნვაში? ვარჯიში, მასაჟი, ცეკვა, იოგა, პილატესი, ზუმბა, სეირნობა, ნებისმიერი აქტივობა, რაც ეხება ფიზიკურ აქტივობას. როგორ დავგეგმოთ ახალი წელი ისე, რომ ის მართლაც ახალი იყოს? ამისათვის შეაჯამე განვლილი წელი და გაარკვიე, რა მოგწონს განვლილი წლიდან და რა აღარ გინდა რომ გადაგყვეს ახალ 2026 წელს. აქედან გამომდინარე შეაფასე 15 სფერო შენი ცხოვრების 1-დან 10 ქულამდე და ჩამოწერე ეს სფეროები. ეს არის პირველ რიგში არის ფინანსები და ფინანსებში დაუსვი შენს თავს შემდეგი კითხვები, ანუ ვაფასებთ განვლილ წელიწადს, კონკრეტული რიცხვები, რა თანხა გაქვს ამ წუთას ბარათზე, რამდენი გაქვს ქეში ან გადანახული, უსაფრთხო ბალიში თუ გაქვს გაკეთებული, ასევე დაწერთ რამდენი გაქვთ დაუშვათ ვალი ან თუ ვინმეს აქვს თქვენი ვალი, ისიც. ყველაფერი აბსოლუტურად ჩამოწერეთ ფინანსებთან დაკავშირებით. შემდეგ შეაფასეთ უკვე სახლი. სად გძინავთ? მნიშვნელობა არ აქვს ვისი ეს ბინა, ანუ იგულისხმება ნაქირავებია თუ საკუთარი. როგორი გარემოა, სიმყუდროვე, მეზობლები, ტექნიკა, თეთრეული, ჭურჭელი, აბაზანა თუ ნებისმიერი რაიმე, რაც სახლს უკავშირდება, ავტოპარკინგიც, ნებისმიერი რაიმის მიხედვით შეაფასეთ 1-დან 10 ქულამდე. რა დონეზე გაკმაყოფილებთ, რა ქულაზე გაკმაყოფილებდათ ის განვლილ წელს. განვის რა ჯერ კიდევ 25-ია, თუმცა განვლილი წლის ჭრილში უნდა შევაფასოთ. დასვენება, როგორ ვისვენებთ, სად ვატარებთ დასვენების დღეებს ან შვებულებას, რამდენს ხარჯავთ დასვენებაზე, გეგმავთ თუ სპონტანურია ეს დასვენება.
შემდეგი სფერო არის გართობა. როგორ და სად ვერთობით, კაფეში, კინოში, პარაპლანით დავფრინავთ, მასტერკლასებს ვესწრები, საზღვარგარეთ დავფრინავ, კემპინგი, სეირნობა პარკში, ვცეკვავ მღერი თუ სხვა რაიმე აქტივობა, რითიც ვერთობით. შემდეგი სფერო არის საკვები. როგორ და სად ვიკვებებით, სახლში, კვირაში ან თვეში ერთხელ, ან რამდენჯერაც დადიხართ კაფე რესტორანში ან ბარში, რა თანხას ხარჯავთ კვებაზე, რისგან შედგება თქვენი მენიუ, იძახებთ თუ საკვებს თუ სახლში ამზადებთ, გაყიდული პროდუქტებისგან თუ ახალი პროდუქტებისგან, როდესაც რესტორანში შედიხართ მენიუს, მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობთ თუ პირიქით. ანუ ჯერ ფასს უყურებთ რაღირს თუ ჯერ რა გინდა ამ მენიუდან იმას აფასებთ. მოკლედ, ყველაფერი რაც შეიძლება რომ ეხებოდეს საკვებს. გადავდივართ შემდეგ უკვე რეალიზაციაზე და დასვით შემდეგი კითხვები. სად ვმუშაობ, სიამოვნებს თუ არა ეს სამუშაო, ღებულობ თუ არა ჩემი შრომის შესაბამის ანაზღაურებას, როგორი გარემოცვა მყავს ამ სამუშაოზე და ყველა ის კითხვა, რაც კი აქტუალურია თქვენთვის სამსახურთან დაკავშირებით. შემდეგი სფერო არის ტანსაცმელი. როგორ გამოიყურება ამ წუთას ჩემი გარდერობი და რა მაცვია ტანზე. სად ნაყიდია ეს ტანსაცმელი და მოაქვს თუ არა სიამოვნება, ბრენდულია, ძვირფასია თუ მეორადი ან ნაჩუქარია. რა თქმა უნდა, აქ მეორადის და ნაჩუქრების აწერამდგო არაფერი არ აქვს, უბრალოდ დავაზუსტოთ მაინც. შემდეგი სფერო არის ტრანსპორტი. რითი გადავადგილდები, საკუთარი მანქანა მყავს თუ ტაქსით ვსარგებლობ, ეკონომ მომსახურეობისა თუ ვიპი, მატარებლით მგზავრობ თუ თვითმფრინავით, როცა შორს მივდივართ, რა თქმა უნდა. ნებისმიერი საკითხი, რაც ტრანსპორტს ეხება. და შემდეგი უკვე არის ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაში რამდენად ვართ კმაყოფილი 1-დან 10-მდე საკუთარი სხეულით, საკუთარი ენერგიით, რამდენად სპორტული და აქტიურები ვართ, წონა, რისი გაკეთების საშუალებას გვაძლევს ჩვენი ჯანმრთელობა. შემდეგი არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის გარემოცვა. კმაყოფილი ვართ თუ არა ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებით, კოლეგებით, მეზობლებით, მეგობრებით, ოჯახის წევრებით. მოკლედ, მოგწონთ თუ არა ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ატარებთ დიდ დროს. შემდეგი სფერო უკვე არის დაბადების დღე. ალბათ კითხვა დაგებადებათ, რატომ უნდა შევაფასოთ დაბადების დღე? ხშირად არის ხოლმე, რომ არ ვაქცევთ დიდად ამას ყურადღებას და მაინც დაუსვით თავს კითხვა. აღნიშნავ თუ არა, თუ აღნიშნავთ, როგორ აღნიშნავ დაბადების დღეს, სად, რამდენად მომწონს, რა თანხას ვხარჯავ, რას ვჩუქნი საკუთარ თავს დაბადების დღეზე. შესაბამისად, ამ სფეროების ქულებით შეფასების შემდეგ უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. და ეს შემდეგი ეტაპი უკვე არის თემა შემდეგი პოდკასტის. დაელოდეთ ჩვენს პოდკასტ ნომერ 6. დაელოდე შემდეგ ეპიზოდს, თუ გინდა გაიგო, რა კავშირშია იანვრის 12 დღე წელიწადის 12 თვესთან. გილოცავ დამდეგ ახალწელს და ეს წელი ისეთი იყოს, როგორცაც წინა დღეები.